ტბაყურა, ყივანახველა, ყირიმ, კონგო და გორელიოზი. ეს არის იმ დაავადებების არასრული ჩამონათვალი, რომლის მართვაც გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელის თქმით, გასული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მოუწიათ. მარიამ გიუნაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამსახურის ძალისხმევითა და პაციენტების მხრიდან დროული მიმართვიანობის გამო, განსაკუთრებით საშიში დაავადებების არც ერთი შემთხვევა ფატალურად არ დასრულებულა. არ მომხდარა არც გადამდები ინფექციების გავრცელება. გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მუშაობის შესახებ დღეს საკრებულოს ხდომაზეც იმსჯელეს, სადაც გიუნაშვილის უწყების მუშაობა დადებითად შეფასდა. გასული საანგარიშო პერიოდში ჩვენთან დაფიქსირდა რიგი ინფექციური დაავადებების, რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა ახლა არ ქონია, მართლად ინფექციებიდანაც მხოლოდ ტბაყურას და ყივანახველას შემთხვევები დაფიქსირდა აუცხრელ პირებში. განსაკუთრებით საშიში ინფექციებიდან ერთეული შემთხვევები იყო საგანგაშო რაიმე ესეთი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული, რომ ხაზი გავესვა ჩვეულებრივ რუტინულად, რაც ხდება ხოლმე წლის განმავლობაში, ის დაავადებებთან მქონდა ჰანტავირუსი, ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელება მქონდა ერთი შემთხვევა. ბორელიოზი ჩვეულებრივ ეს 5-6 შემთხვევა წლის განმავლობაში ყოველთვის გვაქვს ხოლმე. რამე მნიშვნელოვანი ისეთი, რომ ხაზი გაუსვამე.